ჩვენ ამ საქმეში რატომაც დავიწყეთ, ამ საქმეში რატომაც ჩავერთით, უბრალოდ გაუსაძლისი იყო იმნაირ ქვეყანაში ცხოვრება, როგორიც იყო. აი, ტელევიზორს რო ჩართავდი და აი ეს უღონობის განცდა, აი თვალსა და ხელშუა ინგრევა, ტრადიციული იდენტობა, რომელიც ამ ქვეყანაში იყო და თან ეს გამომწვევი რაღაც ღიმილი, გამარჯვებულის ღიმილი გინგრევენ აქ რასაც წარმოადგენს ქართული ტრადიციული მენტალობა, ფასეულობები, კულტურა და ეს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, უბრალოდ აუტანელი იყო ამის ეს პასიურ რეჟიმში რომ გიწევდა ყურება და მაგიტომაც დავიწყეთ ამის კეთება, რომ რაღაცის შეცვლა გვინდოდა და მნიშვნელოვან წილად სხვანაირ ქვეყანაში ვიწყებთ ცხოვრებას. ძალიან ბევრია წინ გამოწვევები, მაგრამ ერთ-ერთი მიღწევა რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეხლა ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს აი ამ პოზიციიდან, სადაც ეხლა ვართ. ის გამოწვევებიც იმედი ვიქონიოთ, რომ შევცვალთ, რომელიც დარჩა, ვიდრე მაშინ ადრე, როცა ამას ვიწყებთ. ამიტომ ყველაზე მთავარი რაც მივიღეთ, არის სხვანაირ ქვეყანაში ვიწყებთ. ნელ-ნელა სხვანაირ ქვეყანა იქმნება მართლა.